მოწესრიგებული სალარო შესანახის საკნები, დედათა და ბავშვთა ოთახისველი წერტილები და ბაქნები. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მგზავრთა გადაყვანის და ავტოსადგურის ფუნქციონირების ახალი რეგულაციებია მიღებული, რომელიც 2025 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. შეძლებს თუ არა გორის მუნიციპალიტეტის ავტოსადგური აღნიშნული სერვისების მგზავრებისთვის შეთავაზებას. კომპანია ბუქო 3-შვიდიანის დირექტორი ამბობს, რომ დაწესებულება ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვებისთვის იქნება საჭირო. ზურაბ ჭეჭელაშვილის განცხადებით, მზად არიან დამატებითი რეკომენდაციების გასათვალისწინებლადაც. მეორე კატეგორიად ვითვლებით და მეორე კატეგორიის ავტოსადგურს ვაკმაყოფილებთ სრულიად, თუ რაღაცა პატარა ნიუანსი გვაქვს გამორჩენილი, შეგვისწორებენ, გავაკეთებთ იმასაც ელემენტარული იქნება, თუ რაღაცა სერიოზული არაფერი იქნება და ვიცი, მივიღებთ ლიცენზირებას დარწმუნებული ვარ რა. რა კრიტერიუმები არის საჭირო, რომ დააკმაყოფილოს ავტოსადგურმა? ავტოსადგურს უნდა ქონდეს პირველ რიგში ბაქნები, მერე უნდა ქონდეს სალარო. სალაროს მერე უნდა ქონდეს შესანახი საკანი, რომელიც გვაქვს. კი არავინ არაფერს დებს, მაგრამ უნდა ქონდეს. დედათა და ბავშვთა ოთახი, რომელიც გვაქვს. აი ძუძუმწოვარ ბავშვზეა საუბარი, რომ დაჭირდეთ. რა ვიცი, წყალი, ტუალეტი, ეს ყველაფერი რა და ეგენი გვაქვს და თუ კიდევ რაღაცა გვაქვს გამორჩენილი და არ ვიცი და იტყვიან, აი შესრულებადია 9 საათში, იმიტომ რომ ისე სერიოზული არაფერი. ელემენტარული შეიძლება რაღაცა არ გქონდეს რა. რაც უფრო ჩამოყალიბებულად იქნება, რაც უფრო სუფთად და კარგად იქნება, ჩემი აზრით, კარგია. ევროპისკენ რო ვივწვით, რომ უნდა შევედაროთ რაღაცით. ეს რაღაცა რო შევედაროთ და სუფთად და კარგად იყოს და ნორმალურად, ცუდი რატო უნდა იყოს. არაფერი პრობლემა არ არის.